სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველდღე. მოგესალმებით მეგობრებო ყველას, ჩვენ დღეს ვაგრძელებთ კითხვას სწავლას. ფსალმუნი მე-80, ეს არის წმინდა მამების გამარტებით და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. უგალობდით ღმერთსა, მწესა ჩვენსა, ღაღადებდით ღმრთისა იაკობისა. ანუ ბასილი დიდი ამბობს, რომ მოდი გალობდეთ ესე იგი ღმერთს და ჩვენს მწყემს, ხო, ეს არის მოწოდება, ხომ, რომ ხალხი ხმამაღლად, ასე ვთქვათ, სიხარულით ადიდებდეს ღმერთს, რომელიც იაკობის მფარველია, ხო, ანუ იაკობის ისრაელი იგივე, ხო. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ გამარტავს უпроსტად, რომ გალობა ღვთისადმი სიხარულის გამოხატვაა, რომელიც ჩვენს გულებს აავსებს, ხო, მადლიერებით. შემდეგ მეორე მუხლი. აღიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღანსა, საგალობელი სახაროლევანი ებნითა. ესე იგი, აიღეთ მუსიკალური ინსტრუმენტები, ბობღანი, ხო, ებანი ესე და ესე იგი მღერეთ სიხარულით, ხო? ეს მუხლი მეგობრებო სადღესასწაულო განწყობას ქმნის და თითქოს დღესასწაულია. ასევე ათანასე ალექსანდრიელი გამარტავს, რომ მუსიკა და გალობა ღვთისადმი თაყვანისცემის ნაწილია, რომელიც სულს ამაღლებს. დაბერეთ ახლის თვის თავთა ნესტვითა, ბრწყინვალესა დღესასწაულისა ჩვენისასა. ესე ახალი თვის დღეს ხო ნესტვითა, ანუ რქით დაბერეთ, რადგან ეს დღესასწაულის დროა. ეს მიუთითებს მეგობრებო ებრაელთა ტრადიციაზე, როცა თავის დაწყებას, ესე თვის უпроსტად დაწყებას ესე ზეიმობდნენ. ნესტვის ხმა ეს ღვთისადმი მოწოდება, რომ მისი ხალხი გაიხაროს. შემდეგ მეოთხე მუხლი. რამე თუ ბრძანება იარს ეს ისრაელისაი და სამართალი არის ღმრთისა იაკობისი. ეს არა მხოლოდ სიხარულის, არამედ ღვთის, ესე იგი ღმერთის ბრძანებაა, ხო, ისრაელმა უნდა ადიდოს ღმერთი, რადგან ეს მისი, ასე ვთქვათ, კანონია. წამებად იოსების თანა დადვა ესე რაჟამს, გამოვიდოდა იგი ქვეყანით ეგვიპტით, ენაი, რომელი არა იცოდა ესმა. გასავად ღმერთმა ეს დღესასწაული დააწესა, როცა ისრაელი ეგვიპტიდან გამოიყვანა, ხო, ენა, რომელი არ იცოდა, ანუ ესა ეგვიპტური ენა, რომელიც მონობის დროს ისმოდა. ხო, ანუ ეს მუხლი მეგობრებო ეგვიპტიდან განთავისუფლების მადლიერებას აღწერს. შემდეგი მეექვსე მუხლი. განიშორნა ტვირცა ბეჭნი მისნი და ხელნი მისნი გოდრითა მონებასა. ანუ ღმერთმა ისრაელის მხრებიდან მძიმე ტვირთი მოხსნა, ეს მონობის დასასრულს აღწევს, როცა ისრაელი თავისუფალი გახდა. ასევე იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ ღმერთმა თავისი ხალხი მონობის, ასე ვთქვათ, გუდრიდან გამოიხსნა. ჭირსა მხადემე და გიხსენ შენ მესმა შენი დაფარულთა შინა ნიავ ქარისასა. გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობისათა. გასავად მოდიში. ესე იგი როცა გაჭირვებაში, ესე იგი ეხმოდი, ხო, მე ესე იგი გიხსენი, ამბობს ღმერთი, ანუ ნიავ ქარის, ანუ ქარიშხლის და წყალი ცილობისა, ხო, მერიბა მიუთითებს ღმერთის გამოცდაზე უდაბნოში, ეს ყველაფერი არის გამოცდა უდაბნოში, ხო? ასევე წმინდა ათანასე ალექსანდრიელის გამარტებით ღმერთი ყოველთვის ისმის თავის ხალხს უსმის და ესე თუნდაც გაჭირვებაში, ხო? ისმინე ერო ჩემო
და გიწამო შენ და ისრაელო ისმინო თუ ჩემი. ესე იგი ღმერთი ეუბნება, ხო ჩემო ხალხო მომისმინე, მე გაგაფრთხილებო ეს მოწოდება, რომ ისრაელი ღვთის ღმერთის ხმას დაემორჩილოს. ანუ გრიგოლ ნორსელის თქმით ღმერთი თავის ხალხს ერთგულებას სთხოვს. მეცხრე მუხლი არა იყოს შენ შორის ღმერთის საწუთოი, არცა თაყვანისცე შენ ღმერთსა უცხოსა. რამე თუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანა შენ ქვეყანით ეგვიპტით, განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე. ანუ მე ვარ ბასილი დიდი გამარტავს, რომ მე ვარ შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გაგიყვანა და ესე იგი ასე ვთქვათ, ანუ ღმერთი გპირდება, რომ ყველაფერს მოგვაწყვდის, ასე ვთქვათ, ხო? აი წმინდა ავგუსტინე გამარტავს, რომ ღმერთი თავის ხალხს ზრუნვასა და სიუხვეს პირდება. და ერმა ჩემა არა ისმინა ხვისა ჩემისაი და ისრაელი მე არა მერჩნდა. ჩემა ხალხმა არ მომისმინა, ღმერთი ამბობს, რომ ისრაელი ხშირად უგულებელყოფდა მის ნებას. წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ ისრაელის ურჩობა მათ გაჭირვებას, ესე იგი ეწვევა, ასე ვთქვათ, ხო? და განვავლინეს იგინის საქმეთა ებრგულთა მათთაისა, რაითა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა. ბასილი დიდი გამარტავს, მეგობრებო, რომ ვაძლევდი მათ, რაც გულში სურდათ, მაგრამ ეს მათი ცოდვები იყო. ღმერთმა ისრაელი თავის გზაზე გაუშვა, რაც სასჯელად იქცა. უკუე, ეს არის მე-13 მუხლი, უკუე თუმცაერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაელი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო. ესე იგი თუ ჩემი ხალხი მომისმენდა, ღმერთი ამბობს, რომ ერთგულება მშვიდობას მოიტანდა. ანუ ღმერთის გზაზე სიარული ხსნის გზა არის. ვითარცა არარაითამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელნი მათთა ზედა და მცამედგა ხელი ჩემი. ესე იგი თუ ისრაელი მორჩილი ყოფილიყო, მე მათ მტრებს გამონადგურებდი, ღმერთი პირდება, ესე ვთქვათ, გამარჯვებას. შემდეგ მე-15 მუხლი მტერნი უფლისანი ეცრუნეს მას და იყოს ჟამი მათი საუკუნოდ. ღმერთი ღვთის, ესე იგი ღმერთის მტრები, ანუ ეტყუებოდნენ, ხო, მაგრამ მათი დრო სამუდამოდ, ესე იგი დასრულებულია ის ღმერთის სამართლიანობის გამარჯვება. ნუ, თუნდაც ღმერთის ღვთის მტრები საბოლოოდ დამარცხდებიან. და ბოლო მუხლი, მეგობრებო, ეს არის მე-16 მუხლი, დააჭამა მათ სიპოხისაგან, იფქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი. ბასილი დიდი გამარტავს, რომ ღმერთმა თავისი ხალხს იფქლის, ესე იგი, ანუ მანანა, ხო და კლდიდან თაფლი, ანუ წყალი აჭამა ეს უდაბნოში ღვთის სასწაულებრივ ზრუნვას აღწევს. გაიხარეთ, მეგობრებო, ღმერთმა დაგლოცოთ, შეგიწიროთ, ყველას ვინც მისმენდით, ბოდიში მაპატიეთ, ცოტა ყელი, ესე ვთქვათ, ვერ არის ცოტა და მოკლედ ბოდიში გიხდით. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღვთის წყალობით და ღვთის შეწევნით, ღვთის ნებით, აუცილებლად გავაგრძელებთ შემდეგ ფსალმოს. მადლობა.